მე გიორგი ვარდათუკიშვილი და ვაგრძელებთ Microsoft PowerPoint 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ჩვენი შემდეგი თემა გახლავთ არსებულ ფაილზე როგორ დავადოთ პაროლი. ამისათვის უნდა გავხსნათ კონკრეტული ფაილი და მოვახდინოთ მისი ხელახალი შენახვა. ბრძანებით ხელახალი შენახვა, როგორც წინა ვიდეოში გავიარეთ, გახლავთ ბრძანება Save As-ი. გამოსულ ფანჯარაში შევარჩიოთ შესანახი ადგილი და ავირჩიოთ Tools menu. Tools-ში გამოსულ ფანჯარაში შევარჩიოთ General Options და სწორედ გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ შემდეგი ტიპის პაროლები. Password to open, მაგალითად პაროლის გასახსნელად, ანუ ფაილის გასახსნელად ავირჩიოთ პაროლი Celio და იმისთვის რომ შევცვალოთ ფაილი, ავირჩიოთ ბრძანება etami. ბრძანება არა, პაროლი etami. კვლავ OK და გავიმეოროთ გახსნის პაროლი, ეს არის Celio და გავიმეოროთ პაროლი, როგორც ჩანს, არასწორად ავკრიფე. და ნახმოვსინჯოთ თავიდან. Celio, OK, Celio და აი ახლა შევიყვანოთ return, ანუ re-enter password to modified, აქ ავკრიფოთ უკვე პაროლი, რომელიც გქონდა etami. დავასეივოთ, OK, მივცეთ, რომ ისე ვითხოვს თავიდან აკრიფვას etam. OK და save. გადავაწეროთ თუ არა არსებულ ფაილს, რაც გვაქვს შექმნილი, დიახ, გადავაწეროთ და მოდით ვნახოთ რა მოხდა. ფაილი address-ი ორი კლიკის შედეგად მოგთხოვს გახსნის პაროლს. როგორც გვახსოვს, პაროლი დავაყენეთ Celio. დავაჭიროთ OK-ს, გაიხსნება. აი ამ დროს კი გვეკითხება პაროლს იმისთვის, რომ შევცვლის უფლება მოგცეს. შევცვლის უფლება ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ და მივცეთ ბრძანება მხოლოდ read only და როგორც ხედავთ, გაიხსნა უკვე ჩვენი არსებული ფაილი. თუ შიგნით რაიმე შევცვალეთ და ავკრიფეთ რაღაც კონკრეტული ახალი ტექსტი, აი როგორც ხედავთ, დავდექით, გვინდა რომ ავკრიფოთ, ვერ ვკრებთ. გვინდა რომ მოვკიდოთ სურათს გვერდით გამოვწიოთ, ვერ ვკრებთ. დავდგეთ და გავაკეთოთ ახალი სლაიდი, როგორც ხედავთ, არაფრის ცვლილების საშუალებას არ გვაძლევს. დავხუროთ და გავხსნათ ხელახლა. ავკრიფოთ კვლავ Celio, შემდეგ ავკრიფოთ etami და როგორც კი გაიხსნება, უკვე ვნახავთ, რომ ახალი სლაიდიც ემატება და ტექსტის რედაქტირებაც შესაძლებელია. და მისი დასეივებაც ჩვეულებრივ შესაძლებელია. Save ბრძანებით და როგორც ხედავთ, დასეივდა.